გადაცემა დღეს სპეციალურია და უკავშირდება ბატონი ირაკლი კობახიძის ერთ უმნიშვნელოვანეს განცხადებას, რომელსაც თუ ეს ყველაფერი გულწრფელია, მხოლოდ პოზიტიურად უნდა შევხვდეთ და დაინახოს საზოგადოებამაც ეს მართლაც რეალურია, გულწრფელია, თუ ამის უკან რამე იმალება. რა განცხადება ბატონი ირაკლი კობახიძე აცხადებს, მთავარია შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სუფთად მუშაობთ, ამიტომ სრულად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ განცხადებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივია, ჩვენ მაინც მეცნიერთა კონგრესის გარკვეული ჯგუფის სახელით საუბრობ, წუხელ ჩვენ ღამის 3-4 საათამდე კონსულტაციები გქონდა ერთმანეთში და ალბათ გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს, რომ დღეს რასაც განვაცხადებთ, ალბათ ჩამოყალიბდება საერთო მოსაზრება შემდგომ და რომელიც გაჟღერდება გელათში. რატომ არის თქვათ ბევრი რამ საეჭვო და უცხოეთში მცხოვრებმა ძალიან ბევრმა ჩვენმა მეგობრებმა და ექსპერტმა გვითხრა, რომ არ შეიძლება დებატები იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ ჩვენ ჯანსაღი ფორმატის დებატებისთვის ვართ მზად და მეორეს მხრივ ამბობთ, ჩვენ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სუფთად მუშაობთ, ამიტომ სრულად ღია ვართ, ანუ პრაქტიკულად ის აფასებს თავის საქმიანობას და ამბობს, რომ თქვენ ვინც გინდათ მოდით დებატებზე, მაგრამ მე იცოდეთ, რომ ძალიან წესიერად, ძალიან კარგად და მაქსიმალურად მუშაობ, მაშინ დებატებს რა აზრი აქვს. აი აქ განცხადება რო ყოფილიყო, რომ ჩვენ მოზად ვართ დებატებისთვის და შეიძლება ძალიან კარგი ამ დებატებში კარგი წინააღმდეგობები, მოსაზრებები გამოიკვეთოს, ნუ ეს იქნებოდა ძალიან ნორმალური. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა ჩვენს რიგებშიც თქვა, რომ ასეთი თვითდაჯერებული განცხადების შემდგომ არავითარი დებატები არ შედგება და ამას აზრიც არ ექნება, რომ შედგესო, ჩვენ მაინც ვართ იმ განწყობაზე, რომ ქვეყანაში უნდა შედგეს საუბრები, საქართველოს მოსახლეობა უნდა დაინახოს ვინ არის, ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს არა მარტო ტელევიზიების და პირდაპირ ეთერებში, არამედ ჩვენ უნდა შევხვდეთ მოსახლეობის წინ. ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული, ძალიან ადამიანური, რომ ხალხმა დაიძახონ, დაინახოს მართლაც ვინ არის. ეს პრინციპული საკითხია. მე ყველას ბოდის გიხდით თქვენ მეცნიერთა კონგრესში და მის გარეთ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ასეთ თვითდაჯერებულ ხელისუფლებასთან დებატებს არავითარი აზრი არ აქვს, მე ვხედავ რაციონალურს თქვენს განცხადებაში, მე მესმის თქვენი პოზიციის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადგან ეს წამოწდა ხელისუფლებას, ამიტომ ჩვენ ნუ ჩავეჭიდებით ახლა იმას, რომ რა თქმა უნდა ასეთი გამოთქმა როგორ შეიძლება გააკეთოთ, თან დებატებს ითხოვდეთ და თან ამბობდე, რომ ჩვენ წელში გამართული ვართ, სუფთად მუშაობთ, ყველაფერში მართალი ვართ და რასაც ესე იგი რაც შეიძლება იმას ვაკეთებთო. ნუ მართალია. მე გეთანხმებით თქვენ მეგობრებო, გარეთ ვინცთანაც გქონდა წუხელ საუბარი, ან ვინც საუბრობთ იმაზე, რომ ასეთი განცხადების შემდგომ დებატებს აზრი არ აქვს, მაგრამ მოდით ვიყოთ ჩენდობით და მოდით ხალხს დავანახოთ, რომ ჩვენ კი არ ვჯიუტდებით, კი არ ვეკამათებით, არამედ ის რგოლი მეცნიერთა კონგრესი, რომელიც 25 წელია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო ამის მომხრე და მაშინ ტელევიზიებში იქნებარდებოდა დებატები და იყო ესე იგი გამოსვლები არა მარტო ტელევიზიებში, ესე იგი იყო გაფართოებული შეხვედრების ხდომები, როგორც ესე იგი სახელმწიფო და ასე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლობით პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით 1000 კაციან დარბაზებში და ყველას ჰქონდა საშუალება მოსაზრება გამოეთქვა. მე ვარ ის პიროვნება, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მაღალი რანგის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თქვათ პრეზიდენტი, გუბერნატორები, მერები, მინისტრები პირდაპირ ტელეფონს უნდა საუბრობდნენ და პირდაპირ ეთერში თვეში ერთხელ ყველას უნდა ქონდეს. მე ამის მომხრე ვარ. ეხლა თუ ვინმე იკითხავს საიდან, მე ვიმართავ ისევ ძალიან ბევრს იმერეთში, დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ჰქონდათ საშუალება, რომ ორი რამ, რომელიც გამორჩეულია, მე მოგმართავ თქვენ ხელისუფლებას
ხელისუფლებას დასაწყისშივე ჩვენ ვიღებთ თქვენს წინააღმდეგობას, ვიღებთ თქვენს გამოწვევას და გთავაზობთ თავშივე რამდენიმე წინააღმდეგობას. პირველი ის რომ ესე იგი პრესკონფერენციები გამართეთ, ოღონდ 3 მდგენელი უნდა გქონდეს. პირველი პრესკონფერენცია პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით ბოლო შეკითხვამდე და ესე იგი აკრედიტაციის გარეშე. ეს არის ყველაზე გაბედული. თუ ასე სწორად მუშაობთ, მართლად მუშაობთ, ხალხს ეს ჯერა, ხალხს თქვენი ის არის, რა პრობლემა გაქვთ? პირიქით, ეს არის სწორედ რომ ქუჩაც აღარ იყოს ქვეყანაში ასეთი აგრესიული და ყველა დაწყმარდეს და დამშვიდეს. მე ქუთაისში სწორედ ამით ვერეოდი იმ სიტუაციას, თქვენ ვინც გაგელბებთ, თქვენ ჟურნალისტები და ესენი ყველანი ქუთაისში იყვნენ, მაგრამ აი სწორედ მათი მონაწილეობით იმართებოდა ვიმეორებ ყოველ ორ შაბათს 2 საათზე პრესკონფერენცია პირდაპირ გადაცემით აკრედიტაციის გარეშე, რომ ნებისმიერ ჟურნალისტს შეიძლება დასწრებოდა და ბოლო შეკითხვამდე ვინმეს უარ ეთქვა რომ კი მინდოდა შეკითხვის დასმა, მაგრამ არა გაგზელებულა ზოგჯერ ეს 2 საათი, საათნახევარი, 3 საათი. მე მადლობელი ვარ იმ ჟურნალისტების, რომლებიც ამას ესწრებოდნენ და მე მაშინ ვხედავდი რომ როგორ ვიზრდებოდით ჩვენც და ჟურნალისტებიც, როგორ ვიზრდებოდით და როგორ ჩვენ ადამიანური ურთიერთობები როგორ ჩამოგვიყალიბდა, ვიყავით შეიძლება სხვადასხვა პოზიციებზე, მაგრამ აი ვინმეს უნახავს ქუთაისში რაიმე აქციები, გამოსვლები, რაღაც საწინააღმდეგო, რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამ პრინციპებზე დახნობით მუშაობდით ჩვენ საზოგადოებასთან. ისევე როგორც აქ ლაპარაკი არის ყოველ პარასკევს გისმენთ ქალაქის მერი, შემდგომ პრეზიდენტის სიყვუნებული, მე ყოველ 10 საათზე ვიწყებდი გადაცემას, ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლო შემოსულიყო და ესმინა რომ ეს მართლა პირდაპირია, მეც ყურმილს რო ვიღებდი, მაშინ დავაჭერდი ღილსხილს, მაშინ ისმენდა მოსახლეობას და მაშინ ვისმენდი მეც, ვის რა მირეკავდა. კიდე ერთხელ ვამბობ, დიდ მადლობას ყველას მიმართ, ვინც ამ გადაცემებს უყურებდა, იმიტომ რომ ერთი უხეში, ერთი რაიმე ზედმეტი არ თქმულა. დღეს რომ ტერმინოლოგია Facebook-ზე და პრესკონფერენციებზე, ეს არაფერი რატო? იმიტომ რომ კულტურა ყალიბდებოდა. მე თვითონაც ვცდილობდი რომ კულტურულად მეპასუხა ძალიან ბევრ გაღიზიანებული ადამიანისთვისაც და ისინიც ცდილობდნენ რომ იმერული ქართული კულტურა ყოფილიყო. აი ორი რამ მოიყვანე მე. გააკეთეთ ბატონებო. აი მე სულ არ მინდა მე თქვენთან დებატები. ოღონდ ეს ორი რამე გააკეთეთ. მე გარწმუნებ თქვენ შეიცვლება ქვეყანა. მე უბრალოდ თავშივე მინდა გითხრათ რომ ვიდრე შევეხებოდი აგერ თავარ დოკუმენტს რომელიც მინდა თავშივე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გთავაზობთ თქვენ შეხვედრას 8 თებერვალს გელათში. აი ნახავთ თქვენ აკადემიურ შეხვედრას. ჯერ ერთი ვნახოთ რა ხდება გელათში, მონასტრის რეკონსტრუქცია როგორ მიდის. მე თვეში ერთხელ ავდივარ იქ და გული მიგვდება, მაგრამ არ გამოვდივარ ტელევიზიით და არ ვლაპარაკობ ამას. მაგრამ ეს ჩვენი სულის ნაწილია გელათი. როგორადაც გელათს ამ ბოლო პერიოდში და ამ 20-25 თუ რამდენი წლის განმავლობაში მოეცნენ, ეს ბარბაროსულია. ეს ჩემი პოზიცია არ არის მარტო დარწმუნებული ვარ. მე ამ ბოლო დროს რომ ვიყავი, აი აგერ შობის ღამეს როცა ვიყავი და შევედი იმ ტაძარში და ვესაუბრე იქ ესე იგი აი საბრძოლოების წარმომადგენლებს და ბევრ სხვას, სასაული რამეები მოვისმინე, დღეს ამაზე არ ვსაუბრობ. მე არ მინდა რომ გელათს ესაუბრით რამე ავტორიტეტი, უბრალოდ მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ ჩვენ არავის არ ვაწუხებდით თბილისში და გადახურვას და ამას ჩვენ თვითონ ვაწესრიგებდით და ვერავინ ვერ მეტყვის რომ გელათში წყალი ჩამოვიდა 2003 წლამდე ოდესმე და 2003 წელში როდესაც ჩვენ ბაგრატის 1000 წლისთავის აღნიშვნა იყო, სერიოზულად მივეხმარეთ და ჩვენი ბიუჯეტიდან, ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები კი არა, ათეული და ასეული მილიონები დახარჯეთ და პრაქტიკულად როგორი მდგომარეობაა. ამიტომ შევიკრიბოთ 8 თებერვალს დავითობას უკეთესი ადგილი რა უნდა იყოს. ჩვენ გვინდოდა ბატონო ირაკლი რომ 2 წლის წინ, როდესაც თქვენ პრემიერ-მინისტრად დაინიშნეთ ზუსტად 8 თებერვალს. ჩვენი პოზიცია იყო რომ 8 თებერვალს გელათში უნდა ყოფილიყავით და არა ესე იგი პარლამენტის ხდომა, რომელზეც თქვა თქვენი დამტკიცება იყო. კი ბატონო, ეს წარსულია, დავანებოთ თავი წარსულზე საუბარს. აი ახლა 8 თებერვალს, როდესაც მეცნიერთა კონგრესი მიდის, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ჩვენი საბოლოო ვარიანტს წარმოვადგენთ და წარმოვადგენთ ძალიან კონკრეტულ წინააღმდეგებს და ამას ესე იგი კონკრეტულ წინააღმდეგებს როგორ შეიძლება შეიცვალოს ქვეყანა? აბსოლუტურად არავითარი კრიტიკა, იქ არავის წინააღმდეგ არავითარი მიმართული წინააღმდეგობა არ იქნება. ჩვენ ვინც ვიღებთ
მონაწილეობა სამარჩევნებში და გამოჩნდება თქვენ დაინახავთ ძალიან საინტერესო ბეცნიერებს, ძალიან საინტერესო ძალებს და მოპატიჟება არავის არ ჭირდება, მაგრამ ყველას გასაგონად ვამბობთ, ჩვენ ვიწვევთ ყველა მერს, ყველა გუბერნატორს, ყველა მინისტრს, ყველა პრემიერ-მინისტრს მოდით გელათში 8 თებერვალს ეს ბიბლიური ადგილია უკეთეს ადგილზე სად უნდა ვიყოთ ერთ გადაწყვეტილებას რომელსაც წინასწარ ვიცით რომ გელათში მივიღებთ ჩვენ არის ასეთი რამ რომ ჩვენ მივმართავთ გელათიდან საქართველოს ხელისუფლებას ამაზე შეთანხმებული ვართ რომ რადგან გვინდა ჩვენ რომ ყველა ამბობს რომ მე საქართველოსთვის ვიბრძვი აი ამიტომ წინააღმდეგ არის ასეთი რომ მოდით ეს 25 წელია ამ წინააღმდეგზე ვსაუბრობთ ბოლოს 2002 წელში დავითანხმეთ რომ 2003 წლის შედეგების მიხედვით უნდა შემდგარი იყო ეს მაგრამ 2003 წლის შედეგების მიხედვით თქვენ იცით ვეღარ შედგებოდა ეს იმიტომ რომ ცვლილება მოხდა რევოლუცია მოხდა ესე იგი პრაქტიკულად ქვეყანაში და მე ამ იმასაც ვამბობ რომ ამის გაკეთება არ აწყობდათ რასაც ჩვენ თავაზობდით ხელისუფლებას და მაშინ არ აწყობდა არც ბატონ მიხეილ სააკაშვილის და მთელ ოპოზიციურ სპექტრს იმიტომ რომ ისინი მაშინ ავტორიტეტს ვერ მიიღებდნენ შევარდნაძემაც ვერ გარისკა ბევრი რამ რაც გასაკეთებელი იყო თორემ ჩვენ ძალიან როდესაც გქონდა შეხვედრა და ასე წარწერა იყო 2002-ში 2003 წელშიც მესხიშვილის თეატრში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ასე ცხოვრება აღარ შეიძლება ჩვენ რა შევთავაზეთ ასეთი რამ რომ მოდით სპორტის სასახლეში შევიკრიბოს ყველა აკადემიკოსი ყველა პროფესორი, ყველა დოქტორი, შეიკრიბოს ყველა ხელისუფლების თელი ვერტიკალი, ვისაც ამის სურვილი ექნება, სოფლის გამგებლით დაწყებული საკრებულოების ჩათვლით რაიონებში, ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში რაც გვაქვს, ესე იგი საკრებულოები მათი მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის დღევანდელი და ყველა წინა წევრების იტევს ამას 6000-მდე კაცი და იქნებოდა ამის ის და რა წინააღმდება იყო ჩვენი კიდევ ერთხელ მინდა ხალხმა კარგად მოისმინოს საზოგადოება უნდა იცოდეს ეს წინადადება მოდის 2001 წლიდან 2003 წელში პრაქტიკულად შევთანხმდით 2003 წლის შედეგების მიხედვით ეს უნდა შემდგარიყო მაგრამ მოხდა რევოლუცია ეს არ შედგა რა იყო იკრიბება ეს გუნდი ხელისუფლებას პირველ პირს პრემიერ-მინისტრს ამ შემთხვევაში მაშინ პრეზიდენტს ეხლა პრემიერ-მინისტრს გამოაქვს ხედვა როგორ წარმოგვიდგენია მომავლის საქართველო რამდენი ხანი 1 საათიანი უნდა მოხსენება საათნახევრიანი უნდა ეს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით მიდის და ვისაც აქვს სურვილი რეგისტრაციაში გატარდება ყველა დავესწრებით მიდის პირდაპირ გადაცემით თელ საქართველოს შეუძლია უსმინოს ამაზე დიდ დათათბირება რა იქნება და ვეუბნებით რომ ესე იგი გამოიტანოს თავრობამ როგორ ხედავს ის ქვეყნის მომავალს გამოიტანოს მეცნიერებათა აკადემიამ როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს არავით არის კრიტიკა ბატონებო არავით არის ლანძღვა არავით არის სხვა რამ არამედ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული როგორ ხედავთ ქვეყნის მომავალს ხელისუფლება მეცნიერები მე მაშინ ვამბობდი რომ მე იმერეთის ხედვას წარმოვადგენ და ვამბობდით იმას რომ ყველას რომელ გუბერნატორსაც აქვს და ან მინისტრს აქვს ასეთი პროგრამა და ხედვა გამოიტანოს აქაც ჩვენ ვთავაზობთ ახლა რომ გამოიტანენ მთავრობამ როგორ ხედავთ ქვეყნის მომავალს გამოიტანოს მეცნიერებათა აკადემიამ როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს თუ სხვა აკადემიებს ექნებათ ეს სურვილი ჩვენ მზად ვართ მეცნიერთა კონგრესმა წარმოვადგინოთ მოხსენება როგორ ხედავთ ჩვენ ქვეყნის მომავალს მოისმინოს ეს საქართველოს მოსახლეობამ ყველა პოლიტიკურ ძალას ვისაც ექნება სურვილი მიიღოს მონაწილეობა თუ მოხსენებები 1 საათიანი იქნება 15 წუთიანი გამოსვლო ყველა პოლიტიკურ პარტიას და მე ბოლოს შევკრათ რაღაც გარკვეული ჯგუფი ექსპერტების მონაწილეობით და უთხრათ რომ აი საინტერესო რაც კი იყო მოკრიბეთ ყველასთან ჩაბოვაყალიბოთ და მოდით მივიღოთ ერთიანი მოქმედების პროგრამა რომ შევცვალოთ ქვეყანა ამაზე კარგი წინადადება დღეს რა უნდა იყოს რომელ დებატებზეა საუბარი და აი როდესაც თქვათ ასეთი წინადადებები 25 წელია დევს მე პირადად ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავეცე ეს წიგნი გზად ცივილიზებული სახელმწიფოსკენ პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეთ ეს ჩვენ მაშინ ყველა დეპუტატს გაუგზავნეთ ყველა მინისტრს და შევთავაზეთ ამაში წერია იგივე წინადადება შევთავაზეთ რომ მზად ვართ ამ პროგრამის მიხედვით ჩვენ შეხვედრა გავაკეთოთ მე ვისაუბროთ ეს დაახლოებით
10 წლის წინ იყო ალბათ ზუსტად არა, მაგრამ წერილები გაგზავნილია, ჩვენ გავგზავნეთ წერილი ყველა პრემიერ-მინისტრს, რომ მეცნიერთა კონგრესი გთხოვთ შეხვედრას, მეცნიერთა კონგრესი გთხოვთ საუბარს, არა დებატებს, არა პირდაპირ გამოწვევას, არამედ მოვდივართ პროგრამით. ამას ვლაპარაკობთ, რაც მოვიდა ხელისუფლება ახალი. ამას ვეუბნებოდით ბატონ მიხეილ სააკაშვილს. უფრო მეც გეტყვით, ჩვენ გქონდა პროგრამა, სწორედ ასეთი, საქართველოს დღეს, ანუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ანუ სამი მნიშვნელისგან შედგებოდა ეს პროექტი. პირველი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას და რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი მოიყვანოთ მოქმედებაში. ეს იყო 4 ტომი. ჩვენ ეს 4 ტომი მეცნიერთა კონგრესმა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა ოცნება და 2012 წლის დასაწყისში გაუგზავნეთ. და გავაგზავნეთ პროკურატურაშიც, იმიტომ რომ ჩვენი გვამტკიცებდით, რომ ის რაც მოხდა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ეს იყო საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. და რომ ეს ამ გენოციდის მონაწილე იყო მოკავშირი, მისი ახალგაზრდული გუნდიც და ის გუნდი, რომელიც მერე მოვიდა ხელისუფლებაში. ეს დოკუმენტი ყველაფერი გაუგზავნეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ვის გადავეცით, როგორ გადავეცით, ეს ყველაფერი დეტალებში თუ აინტერესებთ ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პირადად. ჩვენ ეს გაუგზავნეთ პროკურატურას. ჩვენ ეს ხარგოლებშიც გავაგზავნეთ და პროკურატურისგან მივიღეთ წერილი მაშინ 2011 წლის ოქტომბერში, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხებია და ჩვენ ამით დავინტერესდებით. მაგრამ არაფერი, როგორც 2012 წლის შემდგომ უკვე მე-14 წელი მიდის, არავითარი ჩვენ შემოხმიანება იმის შემდგომ არაფერი არ ქონია. იმის შემდგომ არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ შემოხმიანებია, არც მისი აპარატი, არავის არაფერი. ჩვენ წინააღმდება მაშინ ამ წერილი, რომელიც ეს 4 ტომი რო გადავეცით, იყო მარტივი, რომ აი ეს დააკვირდით ბატონო, აი გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ჩვენმე შეიძლება იფიქროს, რომ აი რაღაც აღარ მინდა რა, ესე იგი აი რაღაც შეფასება გავაკეთო ამისი, მაგრამ აი კარგად დააკვირდით. მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ერთ გვერდზე წერილი გაუგზავნეთ ამ 4 ტომით, ვეუბნებით. ჩვენ დღეს ვთვლით, რომ პირველი უნდა გასამართლდეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყველა ხელისუფლება, რომელიც იყო. ვწერდით, რომ პირველს, ანუ გამსახურდიას ხელისუფლებას დიდი დრო არ მიეცა, ძალიან დიდხანს იყო ორი, ეს არის მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ შედგეს ეს სახალხო სასამართლო, მინდია უგრეხელიძე დაინიშნა ამ სასამართლოს თავმჯდომარედ, ყველა პოლიტიკური ძალა შეიკრიბა, ამას კიდევ ერთხელ დავდებ ჩვენ ამ დღეებში და ნახავთ, მოისმენთ როგორი შეფასებები გაკეთდა, რომ ეს არის ქვეყნის გადარჩენა, რომ ვალდხაბერი ევროპის სასამართლოს ხელმძღვანელიც კი კუბში დააყენა ბატონმა მინდია უგრეხელიძემ, განიხილეს ეს წესდება, ეს დებულება, რომელიც ჰქონდა ჩვენ და ითქვა, რომ ეს შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის იყოს მნიშვნელოვანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს უარყვეს ყველაფერი, დაგვირბიეს და ასე იგი საშინელ მდგომარეობაში ჩაგვეყენეს, ის კასეტებიც კი მოიპარეს, დღეს ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ ჩვენი პოზიცია იყო და რჩება, აღსადგენია ისიც, რასაც ქვია ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას იმ პრინციპებით, რომელიც მოიწონა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება უსამართლოდ ექცევა ხალხს და ყველა ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, რომ ჩვენ მართალი ვართ, ჩვენ სუფთა ვართ, ჩვენ წესიერები ვართ, ჩვენ მაგრები ვართ და მე 6 და 7 მილიონი აქვს სახში შენახული ლეიბის ქვეშ ამოდებული. ნუ აი როცა ამაზეა საუბარი, მე ეს დეტალები რატო გავიხსენე? კი ბატონო, აი მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ დებატებში კი არ უნდა მოკრებოდეთ, ამაზე უნდა ვამბობდეთ იმას, რომ რა ქენით, ეს რატო გააკეთეთ? აი აგერ ამ წიგნში არის წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც ყველაფერია ჩამოყალიბებული. ამ წერილს ქვია იმედის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ყველაფერია ჩამოყალიბებული შიგ, ყველაფერი. და ვთავაზობთ ეს წერილი გაგზავნილი არის, ახლა მე ვიდრე ეს დამთავრდება, ვნახავ ამ იმას, როგორც არის, ეს არის დაახლოებით ალბათ 2013-14-15 წლები, ესე იგი, როდესაც ეს წერილი გაეგზავნა, ნახეთ ახლა რამდენი ხანია იმის შემდგომ გასული, მოცნება იყო პრაქტიკულად 1 თუ 2 წლის მოსული, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვინ მოაწერა ამ წერილს ხელი, აი თუ ვინმე
საინტერესო პიროვნება იყო, საინტერესო მეტი რა არის ამ ქვეყანაში, მაგრამ 20-მდე პიროვნებამ, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებამ, ამ ხელწერილზე ხელმოწერა იყო ძალიან ცნობილი მოღვაწეების, მერაბ ბერძენიშვილით დაწყებული, მოყოლებული ყველასი, რომ მოდით პრემიერ-მინისტრო, ეს იმედის წერილს გიგზავნით და მოდით ერთად როგორმე შევკრათ ქვეყანა, ნოლი ყურადღება, იგნორირება. საქართველოში იგნორირება იქცა რეალური ოპოზიციის დათრგუნვის, რეალური ოპოზიციის მოსპობის საშუალებად. ხელისუფლება ქმნის თავის სასარგებლო ოპოზიციას, დღესაც ეგრეა, ამიტომ უავტორიტეტო და უილაჯო, როგორც იტყვიან, ოპოზიცია არაფრის მთქმელია. თუ ასეთი ეს გაგრძელდა, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ოცნება რა თქმა უნდა ყოველთვის მოიგებს, ამ ოპოზიციას ყოველთვის მოიგებს, იმიტომ რომ ბიძინა ემანიშვილის გამოთქმა, რომ გაიკრიფოს შვა, წარმოშვა ის, რომ შვა გაკრიფეს და დარჩნენ არენაზე ნაცები მათი დანაყოფებით და ოცნება მათი დანაყოფებით. და ეს არის თამაში უბრალოდ ორი პოლიტიკური ძალის, ულტრამემარჯვენე და ესე იგი ურაპატრიოტი და ულტრალიბერალიზმი. არც ურაპატრიოტიზმია ქართული და არც ესე იგი არც ულტრალიბერალიზმია ქართული. არც ერთი, არც მეორე. ჩვენ მეცნიერები თავაზობდით მეცნიერთა კონგრესი, თავაზობდით ქართულს. და აი აგერ ახლა დღეს ვარ გამიგძელდეს ამის ისა, მე კიდევ ერთხელ მინდა აი აგერ შემოგთავაზოთ ეს ყველაფერი, რაც თქვი ბატონებო, არა იმიტომ რომ ვინმეს ნიშნის მოგებით, არამედ ვინმე დღეს ძალიან ბევრი ვინმე ხფოს ახტაცებით საუბრობს, ხედავთ რა შეთავაზა პრემიერ-მინისტრმა და გააჩუმა პოლიტიკური ძალები. არაფერს არ ჩუდება მეცნიერთა კონგრესი. მეცნიერთა კონგრესმა იღებს გამოწვევას. აი ესეთი გამოვაქვეყნეთ უკვე ჩვენ და დავდეთ ბატონი ირაკლი კობახიძის საიტზე, ვისაც გაქვთ საშუალება, ესე იგი მიაწოდეთ კიდე ოცნების წარმომადგენლებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ეს დევს უკვე საიტზე ჩვენს გვერდზე. ჩვენ შევეცდებით რომ წერილიც მიმართოთ, აი რა წერია აქ. მეცნიერთა კონგრესი იღებს გამოწვევას. გვინდა ვიფიქროთ რომ ეს გულწრფელი პოზიცია და არა მორიგი სიყალბე. რატომ გვაეჭვებს, რატომ ფიქრობთ ასე? ამას გეუბნებით იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც 10 წელია მეცნიერთა კონგრესი დაჟინებით თხოვს. ანუ ამას გვეუბნება ჩვენ კობახიძე რომ დებატებიოდა მეცნიერთა კონგრესი 10 წელია ამათ ეუბნება. დააკვირდით სათაურს, უნდა დაიწყოს აკადემიური 7 და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისთვის. ამაზე უარის თქმას არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს. რომელ წელში ეს გაგზავნილი? 2016 წლის დეკემბერში. ადამიანურად გთხოვთ ყველას, აი კითხოთ ეს მასალა და გვითხრათ, რაში შევსდით, თქვენ რაში არ გვეთანხმებით და მხარი გაგვიჭიროთ იმაში, რომ 8 თებერვალს დავითობას გელათში, როგორც ხელისუფლებამ, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა დავადასტუროთ ერთგულება ილია ჭავჭავაძის მიერ გელათშივე წარმოთქმული სიტყვებისადმი. ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. დააკვირდით ილია ჭავჭავაძემ გელათში თქვენ სიტყვები. ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. დღეს ერთმანეთის შებღალვის და ერთმანეთისადმი მონობის გარეშე არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში და ამიტომ ჩვენ 8 თებერვალს ძალიან იმედიანად შეძლებს ისინი ძალიან კარგ აკადემიურ საუბარს მიიღებენ. ახლა მე მაინც მინდა ზოგიერთ დეტალს ხაზი გაუსვა ის, რაც 2016 წელში დაიწერა და 2016 წელში რითაც მივმართეთ ჩვენ სამწუხაროა რომ რაღაც ინტერნეტი დაკლებათ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ ალბათ გაიხსნება და შევძლებთ იმას რომ წარმოგიდგინოთ, მაგრამ ზეპირად ვიცი ეს ჩვენი გაკეთებული, ჩვენ მაშინ ვეუბნებოდით რომ ცუდი გზით მივდივართ, 2016 წელზეა საუბარი, ჩვენი პოზიცია იყო რომ ცუდი გზით მივდივართ, რომ სერიოზული ცვლილებებია საჭირო, იქნებ როგორმე შევძლოთ რომ თქვა დავიწყოთ დიალოგი, როგორც სათაური გითხარით, 7 აკადემიური დიალოგი და ვამბობდით რომ ამ დიალოგის წამყვანი იყვნენ მეცნიერები და ვამბობდით იმასაც რომ მეცნიერებათა აკადემია არის აღიარებული საქართველოში სწორედ ესე იგი მრჩევლად, ხელისუფლების მრჩევლად და სწორედ ჩვენ მეცნიერებათა აკადემია, რადგან ხელისუფლება კანონით არის აღიარებული, კონსტიტუციურად უკვე შეიძლება ითქვას, ამიტომ ვამბობდით რომ მოდით აი ესე და თანაც ერთი რამ იყო, ჯერ არა მარტო ეს 2007 წელში
და 2008 წელში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მიწერა 2006 წელში როცა შედგა იქ დაიწერა ასეთი რამ რომ ესე იგი საჭიროა სამართლიანობა დადგინდეს ეს ყველაფერი მაგრამ საჭიროა რომ დასრულდეს ერთპიროვნული მართლობა და დაიწყოს სოლიდარული პასუხისგებლობა ქვეყნის მომავლისთვის. ხომ არ გაიზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს იგივე გაუგზავნეთ ეს არის მოქმედების მანიფესტი რომელიც დაეგზავნა სათაურია მის ეს უნიშნულოვანეს დოკუმენტია მის სათაურია მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო აი ესეთი უმნიშვნელოვანესი რამ ესე იგი შევთავაზეთ ჩვენ ხელისუფლებას რომელზეც ნუ რაღაც გაიხსნა და ამიტომ ეგრე ცუდით შევეცდები რომ ეხლა კიდე ძალიან სერიოზული იყო ეს დოკუმენტი რაღაც მე ჩემს გაუგებარია რატომ არ გვეხმარება ისინი მაგრამ ინტერნეტი მაგრამ ნუ ვიცი ეხლა ტელევიზიის შენობაში ვიცი რომ ესე იგი ნახეთ როგორ იწყებოდა ნახეთ ეს ჩვენი ის როგორ იწყებოდა ღმერთმა ქნას დოკუმენტი რომლის სათაურია უნდა დაიწყოს აკადემიური მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისთვის ამაზე უარის თქმას არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს ღმერთმა ქნას ვწდებოდეთ მაგრამ შთაბეჭდილება გრჩება რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ხალხისა და ქვეყნისადმი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოკვდა ეს არ ეხებოდა მარტო ოცნებას აქ ჩვენ ვლაპარაკობდით ყველაზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში რომ ქვეყნისადმი ხალხისა და ქვეყნისადმი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოკვდა თანამდებობის მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა. წახალისებულია მოღალატეობა, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა, იყიდებიან პარტიები, პოლიტიკოსები, ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, შეიძლება არჩევნებში და არა მარტო გამარჯვების ყიდვა და სხვისი დამარცხების ყიდვაც პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. აი ეს იყო შესავალი დოკუმენტის, რომლითაც მივმართეთ ხელისუფლებაში ახლად მოსულ ოცნებას. ესე იგი, მომავალი არ აქვს ქვეყანას, რაც ვწერდით, სადაც მართველი პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვითკმაყოფილებაა, სადაც ასია გაბოროტებული ოპოზიცია, სადაც ქვეყნისა და ხალხისთვის ბრძოლა შეცვლილია ტელევიზიებისთვის ბრძოლით. სადაც სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე მონოპოლიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური მიზნების მქონე ოლიგარქების მიერ და ებრძვის ყოველგვარ ქართულს. ყველას მისაღები და თუ მიუღებელი მეთოდებით ემსახურება დამფინანსებლის ინტერესებს, უმეტესილად ხალხისა და ქვეყნის ინტერესების აზიანოთ. არ აქვს მომავალი ქვეყანას, სადაც ქვეყანაში მთავარი კაპიტალი უზნეო მშვიდობ მდიდართა ხელშია. მთავარი კაპიტალი, ანუ ქონება, უზნეო მდიდართა ხელშია. მათ დაამთავრეს საწარმოების, ბანკების, ხალხის მატერიალური სიმდიდრეების მითვისება და გადავიდნენ ქალაქებისა და რაიონების გადანაწილებაზე. მომავალი არ აქვს ქვეყანას, სადაც ხალხს ლამაზი ტყუილი ურჩევნია წარესიმართლეს, სადაც 1000 მიზეზთა გამო დუმს ინტელიგენცია და საჭიროდ ვერ მძლავრობს, მაშინ როცა ასეთი შეტევა მიდის მარადიულ ღირებულებებზე, რწმენაზე, ოჯახზე, ტრადიციებზე, სიწმინდეზე, სიყვარულზე, სადაც ახალგაზრდობა ეგუება წინაპართა ასლთანზღვაგინებას, მათ გაწამებულ ცხოვრებას და საკუთარ უპერსპექტივო გარემოს, სადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლების მთავარი ოპონენტები. საქართველოს ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასეთი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები
და ესე იგი ასეთივე ადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი გეოგრაფიული რესურსი. ეს ბატონებო 2016 წელს გაეგზავნა მთელს სახელმწიფო ვერტიკალს და ბიძინა ევანიშვილს გამოქვეყნდა პრესაში, გაზეთებში გამოქვეყნდა. ფული გადავიხადეთ, რომ გამოქვეყნებულიყო, ის არ დაგვიბეჭდეს. მართვის სისტემა ავადმყოფი 2016 წელს მივწერეთ ხელისუფლებას. სამწუხაროდ არის რომ ქვეყანაში რომელსაც ყველა პირობა აქვს იყოს წარმატებული მართვის სისტემა ავადმყოფი, იგი ებრძვის ნეობრივს, კომპეტენტურს, ქვეყნისთვის მომართულს, ახალისებს მონური ფსიქოლოგიის მედროვეებსა და კარიერისტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ რაც დრო გადის, სუსტება და იკარგება ქართული ინტერესი, საქართველოს სახელმწიფო და დაპირისპირებით მძლავრ ცენტრად იქცა. ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა ეკონომიკური და არა მარტო დამოუკიდებლობა. ჯართად იქცა სამუშაო ადგილები. ქვეყანა კი უცხოური პროდუქციის ბაზრად. ქვეყნის გარეთ ძირითადში ნედლეული გაგვაქვს. ქვეყნის გარედან მზა პროდუქცია შემოგვაქვს. როგორც იმპორტით, ასევე ექსპორტით დააკვირდით რა შეფასებებია. 2016 წელში ეგზავნება ბიძინა ევანიშვილს. როგორც იმპორტით, ასევე ექსპორტით სამუშაო ადგილებს უცხოეთში ვქმნით. დაფიქრებულ ვართ კი ამაზე, უფრო მეტიც უცხოეთის ქვეყნებში მონური შრომისთვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისტორიულად ინტელექტთან და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვეყანაში ხალხის გამოკვების უმწვავესი პრობლემა დგას. 2016 წელს ვწერთ ბიძინა ევანიშვილს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იღებს არსებობისთვის საჭირო კალორიების ნახევარსაც კი. ექსპერტთა ზედაპირული ანალიზითაც ნათლად ჩანს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 10%-ის მოქმედებაში მოყვანა. ხედავთ რა შეფასება აქვს გაკეთებული მეცნიერებს. ამავე გათვლებით ამ ფულით, რომელიც ბიუჯეტშია, გაცილებით მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე რეალურად კეთება. ეს ექსპერტთა გათვლებია და არა ჩვენი პოზიცია. ძირითადი ნაწილი მეცნიერები და სერიოზული პრაქტიკულად გამოცდილების ადამიანები შეადგენენ აი ამ გუნდს, რომელიც ამავე დროს თეთრებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ დარწმუნებული ვართ, ბიუჯეტის ამ ფულით მინიმუმ 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება და მთავარი დანაშაული ის არის, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ ისედაც უაღრესად შეზღუდული თანხების დარიგება განაწილებაზე და ამას ვეძახით სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს. აი რა შეფასებები იყო გაკეთებული. ბატონებო, ეს გაეგზავნა ოცნებას ბიძინა ივანიშვილს 2016 წელში. პარადოქსია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყველა ხელისუფლება ტრაბახობდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია. თუ ეს ასე იყო, ხალხი როგორ ცხოვრობს, რატომ ცხოვრობს უარესად და რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო მეტად რატომ ღარიბდება, მაშინ როცა მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება? ვერც ერთმა დღემდე არსებულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ნაბიჯების გადადგმაც კი ქვეყნის განვითარების ელსებზე გადასაყვანად. კაცობრიობის ისტორიამ გამოიმუშავა და მარტივი ენით გვითხრა დიდმა ფინანსისტმა და ეკონომისტმა ადამ სმითმა, ბევრი ფული არის იმ ქვეყანაში და იქ ცხოვრობენ კარგად, სადაც ქვეყანა უშვებს იმ პროდუქციას, რომელიც ქვეყნის გარეთ იყიდება და ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყიდება. ასე მხოლოდ ქვეყნის, ესე იგი, გარეთ იყიდება, თუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყიდება, ასეთ ქვეყანას ფულიც არ სჭირდება. ესე იგი, თუ შენ წარმოებულ პროდუქციას ქვეყნის შიგნით ყიდი, ამას არაფერი არ სჭირდება, ქვეყნის გარეთ უნდა ყიდიდე. ეს ურთიერთშორის პროდუქციების გაცვლის პროცესი უფროა ნატურალურ მეურნეობასთან დაკავშირებული. ადამ სმითის აზრით, დაქცეულია ქვეყანა თუ რასაც აწარმოებს, მხოლოდ შიგნით მოიხმარება და დამატებით გარედანაც შემოდის პროდუქცია, ის ითვლიდა და დღევანდელობა ამას ადასტურებს, რომ ასეთ ხელისუფლება მტრობს საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ ხალხს. ნახეთ, რით იწყებდა თავის მოღვაწეობას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოცდილდა მაღალ კვალიფიციურ სპეციალისტთა მონაწილეობით 2016 წელს მივიდა პირველად პრეზიდენტად, შექმნა ორი კომისია, ერთს ევალება ამერიკის ბაზრის ამერიკული პროდუქციის დატვირთვა, გაჯერება და
ქვეყნის გარეთ ამერიკული პროდუქციის გატანის საგრძნობი გაზრდა, მეორეს საშუალო ფენის გაძლიერება. დასკვნა თქვენთვის მოგვინდია. მერე რა სათაურები ახლა დრო არ მინდა აქ საქართველოს ველური საბანკო სისტემების ტყვე დასაბუთებულია აქ რომ ეს არის ველური საბანკო სისტემა. შემდგომი ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული. დასაბუთებულია არ მინდა რომ წავიკითხო. შემდგომი თავი ხელისუფლებას ამას არ უნდა ეგუებოდეს რომ ესე იგი არ უნდა ეგუებოდეს იმას რომ ესე იგი ეს პრობლემები რომელიც ხალხთანაა დაკავშირებული ასე უპატრონოდ არ უნდა იყოთ. თუ მე მეუბნები თუ მართლა გჯერათ გულახდილად და გულიტკივილით გვინდა უთხრათ თავრობას თქვენ უკვე დაღუპული ხართ თუ მართლა გჯერათ 2016 წელს მეცნიერები ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილის და ოცნებას თქვენ გულახდილად და გულისტკივილით გვინდა გითხრათ ბატონო ბიძინავ და ოცნება თავრობავ საერთოდ თქვენ უკვე დაღუპული ხართ თუ მართლა გჯერათ რომ თქვენს მიერ მიღებული ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანეს 10 პუნქტიანი პროგრამა რეალურად რამეს შეცვალა თუ მართლა გჯერათ იმ განმარტებების რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით თუ მართლა გჯერათ რომ ლარის გაუფასურება ხალხის ცხოვრების მაღალი დონითაა განპირობებული თუ მართლა გჯერათ რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი რომ ქვეყნის მოსახლეობას შეაწუხოს შეწუხებული კი არა მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია მაშინ გვეუბნებ ესენი ყველაფერი თქვენ როცა თუ მართლა გჯერათ ამაში გვარწმუნებდა ხელისუფლება ფასები არ გაიზრდებაო ყველაფერი კარგად იქნებაო თუ მართლა გჯერათ რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა ასე თქვეს მაშინ თუ მართლა გჯერათ რომ ამ საბანკო სისტემით ან მოსახლეობას ან ეკონომიკას ეშველება თუ მართლა გჯერათ ტურიზმის გაფეთიშების პოლიტიკის მაშინ როცა მიტოვებულია სოფელი კვების მრეწველობა და ტურისტებისთვის საჭირო კვების და მომსახურებისთვის საჭირო თითქმის ყველაფერი გარედან შემოგვაქვს ხელისუფალების ხელსახოცით პირსახოცით პირადი მოხმარების ელემენტარული საგნები ვერ გვიწარმოებია სასტუმროს მოწყობას სასტუმროებს ვაშენებ და ყველაფერი რაც მის მოწყობას ჭირდება თურქეთიდან და გარედან შემოგვაქვს თუ მართლა გჯერათ რომ დენზე, გაზზე, წყალზე პრაქტიკულად თქვენს მიერ დაწესებული ფასებით საქართველოს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება შეძლებს. ნუ თუ ვერ ხედავთ, რომ კომუნალური გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მაშინ როცა პენსიაც და ხელფასებიც ალბათ ყველაზე დაბალი. თუ მართლა გჯერათ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გასაღები ქვეყნის შიგნით კი არა ევროკავშირშია და ნატოშია ამას ვეუბნებოდით მაშინ ნატოს და ევროკავშირს რო გაიძახდნენ დააკვირდით ბატონებო ეს დოკუმენტი დევს ჩვენს ესე იგი ვებგვერდზეც tetrები.org და ამავე დროს დევს ჩემს Facebook-ზე თეიმურა შაშიაშვილი ყველაფერი მე ამას ვაპირებ რომ თავიდან ბოლომდე წავიკითხო ეს დოკუმენტი ხედეთ რას ვეუბნებოდით რომ ნუ თუ მართლა გჯერათ რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გასაღები ქვეყნის შიგნით კი არა ევროკავშირსა და ნატოსში შესვლასა და რუსეთთან დაპირისპირებაშია როგორც ამას თქვენ დღეს მოსახლეობას უმტკიცებთ ამას უმტკიცებდნენ 2014-15-16 წლებში დღეს საწინააღმდეგოს უმტკიცებენ ჩვენ არ გავაფრთხილეთ არ უთხარით მე კი არ გამიფრთხილები ეს იყო მეცნიერების გაფრთხილება ნუ თუ მართლა გჯერათ რომ დემოკრატია გარედან ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების ასეთი გაპეტიშება, მათთან მუდმივი დიალოგი და საქვეყნო ავტორიტეტების იგნორირება. ყველანი ხელისუფლებაში მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, ვინც ფინანსდებოდა გარედან. ახალგაზრდა იურისტები და ახალგაზრდა სოროსისტები და ყველანი ხელისუფლებაში მიიყვანა. ჩვენ მაშინ უთხარით რომ შეცდომას უშვებთ, ნუ აკეთებთ ამას. ჩვენ ვარ დღეს და დღეს გვეუბნებით რომ დიალოგია საჭიროა ყველას გეუბნებით მე ბოლოს 5 წუთი მინდა დამჩენს რომ ყველას უთხრა რომ ძალიან ბევრი რომ ელაპარაკებით დღეს და მე ხედავთ რაჭკვიანური კი მაგრამ ეს რატომ უარყო რატომ გაუკეთა იგნორირება აი ასეთ რამეებს ნუ თუ მართლა გჯერათ რომ სწორია თქვენი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარე ესე იგი საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე ანუ მაშინ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და ირაკლი კობახიძე აირჩიეს თავმჯდომარედ არასწორი ეს რომელიც ცნობილი მეცნიერი უცხოელიან ჩვენი ავირჩიოთ ნუ თუ მართლა გჯერათ რომ საპრეზიდენტო მმართველობის დამცირების ნაცების კურსის გაგრძელება
სწორი. ანუ მასენი ამბობდნენ აღარ მინდა საპრეზიდენტო ქვეყანაო. შეცდომა იყო ეს. შეცდომა. ჩვენ მაშინვე უთხარით რომ არ დაუშვათ ეგ შეცდომა. კონსტიტუციაში ეს არ გააკეთოთ. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, თუ მართლა გჯერათ რომ მომდენო წელი მაგარი წელი იქნება, ხო გითხრა? მაშინ ბიძინა ავანიშვილმა თქვა რომ მომდენო წელი მაგარი წელი იქნებაო. რისი არავითარი არ წინაპირობა არსებობს. და ეს უფრო შეუძლებელია ქართული ოცნების პარტიული კაჩაკეტილობის პოლიტიკით, რომელიც არ ცნობს არავითარ ავტორიტეტს პარტიის გარეთ, რომელიც ხალხს ეუბნება თქვენ არაფერი გეკითხებათ, მაინც ვერაფერს გაიგებთ, ყველაფერი ჩვენი ვიცით და რასაც გვინდა ვაკეთებთო. აი გესმით, რა წერილი გაეგზავნა და რა გამოქვეყნდა გაზეთებში. 600 ლარი გადავიხადეთ მაშინ საქართველოს რესპუბლიკაში თუ სადღაც რომ გამოაქვეყნეთ ეს. ასეთი პოლიტიკით სინათლე არ ჩანს მიუმართავთ ოცნებას. თქვათ პირდაპირ და გულახდილად თქვენ არათუ ცვლით ეროვნულ ხელისუფლების კურსს, არამედ უპირისპირდებით მას. აქ ლაპარაკია ეროვნული ხელისუფლება, რომელიც 90 წლის არჩევნებით მოვიდა, გამსახურდიას ხელისუფლებაზე ვამბობდით, რომ პირდაპირ და გეუბნებით, რომ თქვენ არათუ ცვლით ეროვნული ხელისუფლების კურსს, არამედ უპირისპირდებით მას, თითქმის ყველა პრინციპულ მიმართულებაში. მხოლოდ ერთი მაგალითი, ეროვნული ხელისუფლების მოსვლისთანავე ეროვნული განწყობის უზენაესმა საბჭომ საპარლამენტო მმართველობა საპრეზიდენტოთი შეცვალა. დღეს სრულიად საპირისპირო პროცესი მიდის და ეს ხდება ხალხის მონაწილეობის გარეშე, სახელმწიფო ეშელონების პრეროგატივად და გადასაწყვეტად იქცა ეს ყველაფერი. ხდება დემოკრატიული კაცობრიობის გამოცდილების იგნორირებით და ტოტალიტარული სისტემის მთავარი ინსტრუმენტების დამკვიდრებით. დემოკრატიულ მსოფლიოში ხელისუფლება მსახურია, ტოტალიტარულ სახელმწიფოში კი უფროსი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია ყოფილიყო მსახური, ყველა ეუფროსებოდა ხალხს. რაც დრო გადის, ეს ტენდენცია ძლიერდება. დღევანდელობამ ხალხის ხელისუფლების არათუ მსახურად დღევანდელობამ 2016 წელს ვლაპარაკობთ. ხალხი ხელისუფლების, ანუ თავისი მსახურის მსახურად აქცია, ეს ფუნდამენტური საკითხია. დღემდე გრძელდება. ხელისუფლება უფროსია, ხალხი მსახურია. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამას მოსახლეობა გრძნობს და ხედავს დღეს. რომ ასეთი პოლიტიკური სინათლით არ ჩანს პირდაპირ თქვათ სრული წინ არაფერი ჩანს, სრული სიმნელია. ესე იგი, აი ეს შეფასებები გააკეთა. მე ამ წიგნში ყველაფერი ესენი შევიტანეთ და დაურიგეთ ეს წიგნი ყველას. საჭიროა თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. 2016 წელი, დეკემბერი არის ეს ყველაფერი. ჩვენ ვფიქრობთ, მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ გამძაფრდეს, ხელისუფლებას გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. დააგვერდით. რა სცემდნენ მეცნიერები? ხალხმა მინდა იცოდეს ეს. ხალხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო ჩვენ ვფიქრობთ, ბატონო ბიძინა და ოცნებავ, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა და რომ არ გამძაფრდეს, ხელისუფლებას გვერდში დგომა გჭირდებათ და დახმარება გჭირდება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და დაგსაქსულობაში. ხელისუფლების მხრივ იმის აღიარება, რომ მას დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება, სულაც არ არის სუსისთვის ნიშანი. დააგვირდით, ხელისუფლების მიერ იმის აღიარება, რომ მას დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება, სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. სისუსტე ამაზე უარის თქმა, სისუსტე დაპირისპირება. ამ სიტუაციაში კი დაპირისპირება მომაკვდინებელია. ამის წინაპირობა კი აშკარად ჩანს. ეს 2016 წელია ბატონებო. ეს ბიძინა ივანიშვილს ეგზავნება და ოცნებას. თვითკმაყოფილი ხელისუფლება, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ჩასაფრებული ოპოზიცია და ეს იმ დროს, როცა ქვეყანა სავსეა მოაზროვნე და კომპეტენტური ადამიანებით, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებს მიღმა. საჭიროა თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ დიალოგის ინიციატორი ხელისუფლება უნდა გახდეს. 2016 წელს შეეუბნება მეცნიერთა კონგრესი
ოცნებას ბიძინევანიშვილს ამ დიალოგის ინიციატორი ხელისუფლება უნდა გახდეს ამ დიალოგმა უნდა გააერთიანოს ქვეყანა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებნი ეს პრინციპული საკითხია ჩვენ უკადრებელი ვაკადრეთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ეს გრძელდება იმ ხალხს ვინც პრაქტიკულად გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა ასეთი დიალოგისთვის ეხლა ყველაზე კარგი დროა მოვიდა ახალი პარლამენტი ყავს ახალი მთავრობა მათ უნდა მოძებნონ საკუთარ თავში ძალად ასეთი დიალოგისთვის 2016 წელს ახალი არჩევნები ჩატარებული რო იყო იმაზე ვლაპარაკობ ჩვენ ღია მართალი კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფოს დონეზე ძლიერი ჯგუფის შექმნა რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში ან ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ პირველი შეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი მოკლედ რომ თქვათ უნდა მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია ვიცოდეთ რას ფლობ და რისი გაკეთება შეიძლება მეორე გააკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი ღრმა უაღრესად კომპეტენტური ანალიზი მესამე შეადგინოს კონკრეტული რეალისტური პროგრამა რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა რა უნდა იყოს შეხედეთ კიდევ როგორი წინადადება პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას დიასპორის საბჭო ჩვენ ასევე პრინციპულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან დიასპორის საბჭოს შექმნას და ღია დიალოგს მსოფლიოს 30 ქვეყანაში ისტორიულად თუ ბედის უკმართობით გამომრავლად მცხოვრებ ქართველებთან საქართველოს შვილებთან უფრო მეტიც ჩვენი პოზიცია პრინციპულია იმაში რომ ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით ამ ქვეყნებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტში ასეთ ერთიანობაშია ჩვენი გადარჩენაც და მომავლის საქართველოს ეს ბატონებო 2016 წელში გაეგზავნა 2015 წელში 14 წელში სულ ამაზე იყო საუბარი კონსტიტუცია რეფერენდუმით უნდა მივიღოთ ვთავაზობთ ხელისუფლებას ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია და მართვის ისეთი სისტემა რომელიც დაამთავრებს საქართველოში როგორც პოლიტიკურ ბაზარს დაამთავრებს საქართველოს როგორც პოლიტიკურ ბაზარს გარანტირებულს გახდეს იმას რომ ქვეყანაში იყოს ხელისუფლება რომელიც იმუშავებს ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმზე წარსულს უნდა ჩაბარდეს რაც შემიძლია ვაკეთებ ეს პრინციპი და ეს განწყობა და დამკვიდრე ეს პრინციპი ხელისუფლებაში და თანამდებობაზე არიან ისინი ვისაც შეუძლია შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობა სწორედ ამის გარანტი უნდა იყოს კონსტიტუცია უკვე ჩანს საშიშროება რომ კონსტიტუცია იყოს პოლიტიკური უმრავლესობის და არა მთელი ხალხის კონსტიტუცია ამის დაშვება არ შეიძლება ჩვენი პოზიცია პრინციპულია კონსტიტუციის მიღება უნდა მოხდეს საერთო რეფერენდუმის გზით და კონსტიტუციის მიღება უნდა შეჩერდეს მიწის და საერთოდ სტრატეგიული ობიექტების გაკეთება გასხვისება გესმით ბატონებო თქვენ 2016 წელი 2016 წელში გაუგზავნეთ ეს ჩვენ ხელისუფლებას როცა ახალი პარლამენტი აირჩიეს ვინმეს უარ ეფიქრა რომ ჩვენ ახალ პარლამენტში მოხვედრა გვინდოდა 2016 წელში რომ მოვიდა ახალი პარლამენტი 2012-ში ხომ მოვიდა ერთი ხო ნახეთ გავაკეთეთ პირველი პარლამენტის ანალიზი რაც აგიკითხეთ და მიმართეთ და უთხარით რომ არ გვინდა არაფერი უკვე ხელისუფლება ხარ თავრობა ხარ ყველაფერი დახმარება გჭირდებათ მეცნიერების და აქ ქვეყანას ხავს ძლიერი მეცნიერები და გამოიყენეთ მე რა ხელისუფლება უნდა გამოვიდეს თვითკმაყოფილების უაზრო პოზიციიდან აი ეს პირდაპირ დაიწერა ხელისუფლებაში და ხელისუფლების ხრივ მოქმედებაში საჭიროა და არა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და წარსულით აპელირება მიუხედავად იმისა რომ უაზროვნე ადამიანებისათვის სადაო არ არის ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი დღეს ქვეყანას შექმნილ მდგომარეობისათვის წინამორბედი პოლიტიკური ძალები მოკავშირე აღორძინება და ნაცმოძრაობა და ვეუბნებით რა გეშინიათ უპირველესი არის ის რომ ხელისუფლება გამოვიდეს თვითკმაყოფილების უაზრო პოზიციიდან გადადგას რეალური ნაბიჯები ინტელექტუალური რესურსების მოქმედებაში მოყვანისათვის ნუ გეშინიათ ხელისუფლება განათლებული და კომპეტენტური ადამიანების ნუ ჩაიკეტეთ საკუთარ სამეგობროებში ემსახურეთ და თან პატივისცემით ემსახურეთ ხალხს რომელმაც არნახული ნდობა გამოგიცხადათ რომელსაც
უკადრებელი ვაკადრეთ უკანასკნელი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ოპოზიციაში შემდგომი პუნქტი ნახეთ როგორია, ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სუსტების მაჩვენებელია, სისუსტის მაჩვენებელია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. გულწრფელად ურჩევთ საკუთარ პარტიასაც და საერთოდ ხელისუფლების გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს. ყველგანი ვართ პასუხისგებელი ქვეყანას შექმნილ მდგომარეობაზე და გვეკისრება პასუხისგებლობა მომავლისთვის. ჩვენ ყველას ვჭირდებით. ჩვენ გვჭირდება იმის გაცნობიერება, ჩვენ ყველა გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას. ვიმეორებ, ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას და სიხარულს ხელისუფლების შეცდომებით ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეცდომები არ ჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაა, რომლის გარეშეც მომავალი არ გვექნება. სწორედ ამიტომაა დასაწყები დიდი დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგის დაწყება. ხელისუფლების მხრივ ეს ძლიერი ნაბიჯი იქნება. თვით დიალოგის პროცესი გვიჩვენებს ვინ არის. ეს 2016 წელს ვეუბნებით ხელისუფლებას. უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივა. ჩვენ ძალიან გვჭირდება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ დააგვირდეთ, ჩვენ ძალიან გვჭირდება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია ეროვნული თანხმობისთვის და მათი ინიციატივა მომდევნო წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს პირველი და შემდგომი ყველა პარლამენტის წევრთა დიდი ფორუმის მოწვევის თაობაზე მეცნიერების და საერთოდ კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით. ამ დიდერუმ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დიდი შერიგება უნდა შედგეს. ეს ყველაფერი მე ვამაყობ, რომ ეს დეკლარაცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერეს ბატონმა ფუტკარაძემ, ერთ-ერთმა პირველმა, ბატონმა პაატა გიორგაძემ და მე წარვადგინეთ ეს ძალიან დიდი იმით მეცნიერმა პირველი პარლამენტის ბატონმა ფუტკარაძემ, ტარიელ ფუტკარაძემ, განსვენებულმა ძალიან საინტერესო პიროვნება და მე წარვადგინეს ეს დოკუმენტი. შემდგომი წინააღმდება იყო მსოფლიო კონგრესი და შოთა რუსთაველის 850 წელი. 2016 წელს უთხარით ხელისუფლებას, რომ 850 წელი მსოფლიო დღესასწაულად ვაქციოთ და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ჩავატაროთ, რომ ამ კონგრესზე დრო არ მაქვს, ეხლა თორე უნიკალური რამეები წერია ბატონებო, გთხოვთ წაიკითხოთ ეს ყველაფერი დევს საიწედებს და ბოლოში ქართული მხოლოდ ქართული გზა. აი რას ვწერდით 2016 წელში. ჩვენ ვიყავით აქ ჩემით პოზიციაზე ქართული მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ქართული არაზოს ნიშნავდა ჩაკეტილობას, ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ყალბი და ანტაქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და ქვეყნის გარეთ მხსნელი ზებნა. გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. და დავიხსნათ თავი, მაშინ ვეუბნებოდით 2016 წელში შეხედეთ, დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისგან. ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება, ამას გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ. ეს არის დიდი მოღვაწეობის მიერ დაფუძნებული ქართული ერთობის დარბაზი და ესენი, ესე იგი მე ვამბობთ, რომ ხალხი და ბრძენკაცი, აი საზოგადოების ქვაკუთხედი და მივმართავთ ძალიან ცნობილ პიროვნებებს, რომ ბლეს პასკალის სიტყვებით ხალხი და ბრძენკაცნი, აი საზოგადოების ქვაკუთხედი, გენიალურია, ხარივით გჭირდება ეს ფორმულა. მოქმედებაში მით უფრო როცა მასაც მიაჩნიათ და ყველაფერი ეს აი ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული საკითხები და მე ახლა დროში რო არ იყოს მინდა ამ დღეებში და განსაკუთრებით აქეთ რომ მოვდიოდი დღეს ამ გადაცემისთვის რომ მოვდიოდი კამიუ გავიხსენე ბატონებო და მე თვითონაც არ ვიცი რატო, მაგრამ კამიუს აქვს ერთი უნიკალური გამოთქვა პირდაპირ ვერა პერიფრაზით ვამბობ ახლა ალბერ კამიუ ეს იყო ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი ერთ-ერთი იყო მანამდე და იმის შემდგომ ყველაზე ახალგაზრდა ვინც ნობელის პრემია მიიღო და ის ამბობდა რომ ისტორიის შექმნელებს კი არ უნდა ემსახურებოდეს მწერალი და ინტელიგენტი და მეცნიერი არამედ ისტორიის შემქმნელების ესე იგი მსხვერპლს გესმით თქვენ რას ამბობს დროდის კამიუ ეს უდიდესი მოაზროვნე დიდი მწერალი ეს არ არის უბრალო სიტყვები დღეს ეს მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს
მე ვამბობ იმას, რომ ჩემი პოზიცია იყო და რჩება. ჩვენ გვჭირდება დიალოგი იმისთვის, რომ ქუჩა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ქუჩის პოლიტიკა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ქვეყანას არ ჭირდება ქუჩის რევოლუციები, ქვეყანას არ ჭირდება ქუჩის ბელადები ხელისუფლებაში. ქვეყანას არ ჭირდება ქუჩის პოლიტიკოსები ხელისუფლებაში. ქვეყანას ჭირდება აკადემიურ რგოლებში განხილული სისტემები. მომავლისთვის მეცნიერებთან ერთად ქვეყანას ჭირდება არა ქუჩის რევოლუცია, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია. ჩვენ ჭირდება დიალოგი იმისთვის, რომ დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა, რომლითაც სავსეა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და დაიწყოს მეცნიერების ერა. მოდით ამისთვის შევიკრიბოთ 8 თებერვალს გელათში დავითობას. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ. ყველაფერი ჩვენ ხელშია. გადმოვდგით ნაბიჯი. მეცნიერთა კონგრესი გეუბნებათ. ბატონო ირაკლი, თქვენ ხო ამბობთ რომ დავიწყოთ დიალოგი? დავიწყოთ.